მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მწერალთა ეროვნული აკადემიის საათი კობა არაბულის საავტორო საათი დღეს წარმოდგენილია ჩვენი აკადემიის ძირითადი საბჭოს წარმომადგენლები ბატონი ზელიმ ხანმაღრაძე და მე გახლავართ მარიამ ქსოვრელი და მოვიწვიეთ ჩვენ დღეს სტუმრად ძალიან საინტერესო უნიჭიერესი ჩვენი დროის შემოქმედებითი წრეებში უკვე კარგად ცნობილი ადამიანი მხატვარი და ამ დროს პოეტი მწერალი გაბრიელ რობერტ ბაღდავაძე. ჩვენ გვინდა გელაპარაკოთ, მას კარგად იცნობენ, მაგრამ გარკვეული წრეები, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ კიდევ უფრო კარგად გველაპარაკოს, გავეცნოთ მას და უფრო დიდი დაფასება მივცეთ, რადგან არის ნამდვილად დასაფასებელი და ბევრი რამ უკვე გაუკეთებია თავისი შემოქმედებით. თანდათან ირკვევა და გვაუცებს მისი საქმიანობა, მისი მასშტაბურობა. როდესაც ვიცნობოდით ჩვენ აკადემიის წევრები მის შემოქმედებას, პირველად ბატონმა კობამ მოიწვია და მან ჩვენს ჟურნალში სხვა დრო მისცა ერთ-ერთი დავბეჭდეთ ჩვენს ფურცლებს და მისი ლექსები, ჩვენს წევრებში გამოიწვია დიდი ყურადღება და მისადმი დიდი სიმპათია, იმიტომ რომ სულ სხვა განცდით და საერთოდ დიდი ფასეულობების დაფასებით იყო ეს ყველაფერი გადმოცემული და გადმოტანილი. და მოვიწვიეთ კიდეც, თვითონაც ვიწვევდა თავის გამოფენებზე, ერთ-ერთ გამოფენაზე ბატონი ზელიმ ხანიც იყო, ვეცნობოდით მის გამოფენებს, ნახატებს და მართალი გითხრათ, გაოცებული დავჭი მე პირადად, როდესაც ვნახე მისი ნახატები. ეს ნახატები გახლავთ, როგორც თვითონ ამბობს, ობიექტური სამყარო გადმოცემული, ის საინტერესო სამყარო, რაც ჩვენ უკვე ადამიანებს გვებოძა და გადმოგვეცა. კოსმოგონიური სამყარო, აქვს მზის რამდენიმე სურათი, ხომ ასია მზის რამდენიმე სურათი, საოცარი მთვარე და რაც მე პირადად ვნახე, მაოცებს ის სხივთა ფრქვევა, ის სინათლე, რომელიც გადმოდის და სხვადასხვა გვარად და მრავალჯერ არის ეს დანახული თავისი მზის, თავისი გამოშუქებებით და გასხივოსნებით, რომელიც ადამიანმა უნდა ყოველთვის დაინახოს და აქედან მოდის ხო ყველაფერი და გარდა ამისა, რომ ის მზეს ხატავს და ხატავს ასეთ ნათობებს, მის მიღმა კიდევ იმ საიდუმლოებას, აი უფლის განგების წვდომა აქვს მას თავისებურად აღქმული, რომელსაც ყველა შემოქმედი ესწრაფის და აკეთებს და თავისი ცხოვრებით მიესწრაფის, რომ ეს ამოხსნას და აი ამ თავისი დაბადებით შემოქმედმა თავისი ადგილი პოვოს და როდესაც მას ნიჭიებოდება, რომ ეს დიდი საიდუმლოების ზიარი გახდეს და სხვასაც გაუზიაროს, აი სწორედ ეს არის მის შემოქმედებაში. მას აქვს ძალიან საინტერესოდ აგრეთვე ახალი აღთქმის სიუჟეტები და უშუალოდ ხატმწერიც გახლავთ, აქვს ძვირფასი ხატები, აწყობის ღვთისმშობელი აგარეთლო გითხრა, 12 გზის აქვს შესრულებული და სხვადასხვა ტაძრებშია ის დაბრძანებული და დასვენებული. და მოგესალმებათ რა ხელმისაწვდომობა აქვს ჩვენთვის დღეს აწყობის ღვთისმშობელს ჩვენი ერის ერთიანობისთვის და აი ამ სიკეთისათვის, რაც აკლია ბევრს და დღეს რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, აი ჩვენი მიწაც კი მოვიწვიეთ ხა გაბრიელი, რომ აი გვინდა ვაჩვენოთ ჩვენს ხალხს, რამდენად დიდი სიკეთეები იმალება თითოეულში ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც ჩვენი აკადემია აშუქებს, ეყრდნობა და მუდამ დაეყრდნობა. ჩვენ არასოდეს რაღაცა წარმავადროებს არ დავემორჩილებით, გავაგრძელებთ იმას მუდამ, რაც ჩვენ წინაპრებისგან მიგვიღია და დავიცავთ ამას ყოველთვის. თავის მხატვრობასთან ერთად მას აქვს ხარება ძალიან საინტერესო, რომელიც მე ძალიან მომეწონა, კლასიკურად აქვს ეს კლასიკური მასში შესრულებული ხატწერის სტილში. დღესდღეობით მუშაობს მიქაელისა და
ლუციფერის ბრძოლაზე, რომელიც კიდევ დღესდღეობით კიდევ უფრო საინტერესო ხდება, იმიტომ რომ არ არის ბრძოლა ხო ხანდახან იარაღით კი არა, უსიტყვო ბრძოლა ხდება, ხო, ესეთი უხილავი ბრძოლები ხდება. და აი ასეთ სამყაროებთან დაკავშირებული არის ჩვენი სტუმარი, მას აქვს კიდევ ძალიან საინტერესო ლექსები, საინტერესო სამყარო, რომელიც მე ჩემი დაკვირვებით უშუალო კავშირში არის ზუსტად იმ აღქმასთან და იმ დამოკიდებულებასთან, რაც მას უზენაესის მერხის წვდომაში აქვს გადმოცემული, თითქოს ერთმანეთს ავსებენ, ეს ნახატებიც და მე ასე აღვიქვია, ეს ნახატებიც და ეს მისი ნაწერებიც ერთმანეთს ავსებენ, არ არის ძალიან ბუნებრივია, არავის არ გავს რომ გითხრათ, აი საკუთარი თვით შემოქმედება აქვს, თვით მიგნება, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით რომ სულ მოწყვეტილია და ის ჩვენს დიდ მწერლებთან და ჩვენს დიდ მოღვაწეებთანაც აქვს მას კავშირი და აი ძალიან გამორჩეულია მისი ნახატი, აქ ბევრს ილაპარაკებენ ამაზე, ეს არის ვაჟა-ფშაველას პორტრეტი, რომელიც აი გეტყვიან თვითონ თუ რითი გამოირჩევა, მე მგონი პირველად მიაგნო ამას გაბრიელმა, როგორც ახლა ჩვენ გაჩვენებთ კიდეც ამ სურათს, რაც მან მის პორტრეტში დახატა და მე სხვათა შორის, როდესაც უყურებდი ამ სურათს, აღმოვაჩინე თვითონ აი გაბრიელის სახეც კი მასში დავინახე, აი ეს სიმტკიცე, იცით, აი ეს რომელიც მას გააჩნია და თითქოს აი ვაჟაში მისი სახეც ჩანს. იმიტომ ვაჟა იმდენად დიდია, რომ შეიძლება თითოეულმა ჩვენთაგანმაც ჩვენი საკუთარი თავი და ჩვენი ადგილი ვიპოვოთ. მე ხა სიტყვა გამიგრძელდა, იმიტომ ძალიან აღთავანებული ვარ მისი შემოქმედებით და სიტყვას გადაცემ ზელიმხანს, ჩვენ ზელიმხან მაღრაძეს. გამარჯვებათ მენაცოლე. ჩემო ძირფასო ტელემატურებლებო, ჩემო ძირფასო ხანამემამულენო. გაბრიელ ჩვენთვის აღმოჩენა იყო და ვერ ვიტყვი რომ ეს ერთადერთი აღმოჩენაა ჩვენი ერი ძალიან დიდარია ამისთან ადამიანებით და უბრალოდ მას აღმოჩენა უნდა მე როცა მის გამოფენაზე ვიყავი ჩემ თავისუფლება არ მივეცი რომ არ გამომეხატა ჩემი ემოციები და იქ ჩემი სიტყვაც კი თქვი მე აღარ გავაგრძელებ იმაზე ლაპარაკს თუ რამდენად მოხიბლელია ჩვენი გაბრიელის შემოქმედება, გინდათ პოეტური, გინდათ ხატწერული, გინდათ მხატვრული, იმიტომ რომ ისინი სულ სხვადასხვანი არიან. პოეზიაში ის ეძებს დროს. იცით, მაგრამ დრო მარადიულია. ამ ქვეყანაზე მარადიულობაში ვართ ჩაძირული და ჩვენი შემოქმედება თუ ჩვენი ცხოვრება ერთი პაწაწინა განაკაცრია. თუ კი ის დარჩება და ეხლა მქონდა ჩვენ ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ დროში უნდა დარჩეს ადამიანი, როგორც დარჩა ვაჟა-ფშაველა, როგორც დარჩა რუსთაველი, როგორც დარჩნენ შესანიშნავი შემოქმედნი ამ ქვეყნისანი, რომლებიც მსოფლიო შემოქმედებით სამყაროს ამდიდრებენ და საბედნიეროდ მრავალნი არიან და ისინი განსაზღვრავენ ადამიანების ფსიქოლოგიასაც კი, ადამიანების განწყობას. იცით, ზოგჯერ ისეთი შეგრძნება გიშენდება ადამიანს, რომ რამ განაპირობა, აი კითხვასავით მინდა ეს რამ განაპირობა აი ამ სამყაროდან გასვლა, ასე თქვათ და ამ სამყაროს აი ზემოდან რო დახურება, ასე აღვიქვია შენი შემოქმედება. რა უფრო ძნელი იყო შენთვის მაგალითად ან სიჭაბუკე, ან შენი სიყრმე, ან თვითონ შემოქმედებითი წვა, რამდენად ჩემთვის საამოა ეს. საამოა, როცა იცი. თუმცა ეს ტანჯვაც არის, მაგრამ ამ ტანჯვით ზოგიერთი ადამიანი უკდავიც ხდება ამ შემთხვევაში და მე მინდა რომ ვკითხო, იცით რომ რა უფრო მეტ პასუხისმგებლობას განიჭებს ახლა როგორც ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება თუ როგორც შემოქმედის.
რა უფრო ძნელი იყო შენთვის ჭაბუკობა ყრმობა ხანდაზმულობა თუ და როგორ იმზადები დაუშვათ უკვე მოხუცებულობისთვის იმიტომ რომ მე არ მინდა ახლა ჩვენ ვილაპარაკოთ და რაღაცა ჩვენი გამოვიჩინოთ თავი ჩვენი ნიჭით რომ მინდა რომ თქვენი ნიჭი წარმოვაჩინოთ ამ წუთას და გველაპარაკოთ აი თან მიმდევრულად როგორ მე ერთიდან ვიცი რომ რაც თავი გახსოვს პატარაობიდან მაშინ ფანქრით არ დაბადებულ ხარ თუ არა ფანქრით გაიზარდე ამიტომ ჩემო ძირფასო ტელემატყურებლებო მე მინდა რომ გადავცე სიტყვა და აღარ ჩავეძიოთ მას არ ჩავეჭრათ და მოხვეს თავის თავზე და მის პოეზიაზე მის მხატვრობაზე გისმენთ ჩემო ბატონო მოგესალმებით ძირფასო ტელემატყურებლებო ომესი მადლობა ასეთი წინვალე და გულთბილი წარდგენისთვის თორემ მარიამ ბატონოსი მხარ წინვალე კითხვა მე მგონი ესეთი კითხვა რომელიც ყველა ადამიანს სხვა თუ არა თვითონ მაინც უნდა გულშესაუბროს აი მე ვეცდები რომ მეტნაკლებად ჩემი პოეზიით უპასუხო დროს რაც შეეხება ხო მაგალითად ესეთი ფსკარი მაქვს ესეთი სიტყვა მაქვს ამასთან და ესეთი მოგიან რომელიც ამ პროცესში პასუხები და უბრალოდ ეს ზუსტად ეს კითხვა პასუხების მონოლოგი დიალოგი შეიძლება როგორც პოეზია დრო გამეპარა როგორც უწყვეტს ნაცვლედი გამარჯა არა გაილია ანიქნებ დაკრა დრო თურმე მქონდა განსვიფრებულ სუდროობაში და მხოლოდ წამით ვითამაშებაც უკვდავება მე შევეცდები რამდენიმე ლექსი წავიკითხო და ვცადო ზუსტად პასუხების გაცემა დაახლოებით იმ მოვლენაზე, რასაც ადამიანური სიცოცხლე ქვია და ურომლისოდაც ჩვენ ვერც ღმერთში, ვერც ლხინთან და ვერც ჭირთან ვერ ვიქნებოდით ეს არის უბრალოდ გზა ვისაც უმადლობ უფალს და არის ესეთი ფსიქოლოგიური ტერმინი, ფსიქოლოგიური ფორმულა, მადლიერების ფორმულა, როდესაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ თუ დიდ ადამიანებს ხედავთ, უმეტესობა მათგანი უმეტესჯერ დევნილები იყვნენ. და დევნილები იყვნენ შეგნებულად, მიზანმიმართულად ღვთის მიერ, ასე ვიტყოდი, ჰქონდათ ზუსტად ის მოცემულობა, ის ფორმა ცხოვრების, ის წესი ცხოვრების, ის საზოგადოება, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ და მხოლოდ აი ამ შემთხვევაში იწურებოდნენ ისინი როგორც პოეტები, როგორც მეცნიერები, როგორც ღვთისმეტყველები, როგორც წმინდანები და არა სხვანაირად. ამის დანახვა ადვილი არ არის, თუმცა აი ბატონ ზენუხარად თქვენ ეკითხეთ, რომ ვერ გავცვლიდი, ამას არ გავცვლიდი, აი ამას ამ ხედვებს, ამ შეგრძნებებს, ამ მიგნებებს მე ვერ გავცვლიდი ვერაფერში, იმიტომ რომ უამისობა უსიცოცხლობას ნიშნავს პრაქტიკულად. აი მაგალითად ღმერთთან მიმართებაში თქვენს ნებართვით ველოდები უფალს როგორც უდაბნოში მწყურვალს მენატრება წყალი ერთი წვეთი. ველოდები უფალს ვით უძღები გერი, კურნალს იმედისას ყველას ერთადერთში. ველოდები მარად ყველგან ველოდები რწმენას როცა ხიბლი მთრგუნავს, ველოდები ცხადში, ველოდები სიზმრად, ველოდები ჩემთვის მობრძანებულ უფალს, ველოდები მამას, ველოდები მოძმეს, ველი, კლავაც ველი აბრაჰამის სტუმარს, ველოდები მას, ვინც მომიშუშებს წყლულსაც და ტკივილით ნაშობს გადმომაფენს ზრუნვას. გელოდები ღმერთო, როგორც მზეს და მთვარეს, როგორც გაზაფხულის ოფრში მცურავ მიწას, ანაც ვით ვარსკვლავებს სიყვარულით მბრწყინავთ ზღვად გასული საზევით სხივ შუქურისას, ვით მშობლიურ სახეს და მშობლიურ სიტყვას გაუცვეთელს ფიქრთა მდინარების ხევში იქნებ
ლაზარეთში მიტოვებულს ხშირად იქნება მშიერ მწყურვალ ციხის დილეგებში მენატრები, გიჟურ მენატრები უხვად დათოვლილი მთებით, გვალვა ჭირნახული შემოდგომის ზვრებით, მენატრების სიყრმის გრძელი თემშარებით, მენატრები ღმერთო და შენს ნიშანს ველი. თუ წარუვალის გზებით კიდევ ვეურჩები საცალფეხო ბილიქს რომ დაუძლიო მოსვლა შენ სახლამდე ფეხით არაფრენით ბილიკებით უაფროდ კი მწირებით გაუცურავ ზღვებში როცა უშენობა არ ყოფნაა ჩემთვის როცა უღმერთობა მდინარეა ცრემლის გელოდები ღმერთო თუმცა კი შენ ერთს გესმის მე გექცევი ისევი თუ ძღები გერი მაპატია მწყურვალს მიწყალობე წვეთი უმოწყალოდ დამშრალ უკაცრიელ სტეპში მაპატია უგნურს რომ მოკპარე ცეცხლი და თუ ლოცვის ნაცვლად აზრთა ხანძრებს ვებრძვი მაპატია ოდეს შენ გეძებდა გელოდები ღმერთო როდის დაბრუნდები წეგანო ახსენეთ ეს რამდენად საამურია ესე ვთქვათ ბრჭყალებში თუ სასურველია თუ სატრაბახოა შეიძლება ეს ცეცხლი რომელზეც ვიწვით ხო მოდით ასე ვიტყოდი მე რომ ვისაც ფსკერი არ უნახავს და ვისაც არ უნახავს დაცემა იმას აღდგომაც არ უნახავს ფსკერის გარეშე ზეცას ვერ იხილავ იმიტომ რომ ეს ის მოცემულობა რაშიც ჩვენ როგორც ცეცხლში რკინა იწვრთობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იქიდან მართლა ის ფოლადი გამოვიდეს სასურველი ასეა თუმცა აი გულწრფელად მინდა ვთქვა რომ ყოველი ჩასვლა იმდენად საშიშია რომ შეიძლება ყველაფერი დაკარგო თვითსიცოცხლეც კი შეიძლება დაკარგო ამას ვამბობ მთელი პასუხისგებლობით და მთელი გულწრფელობით ვაჟა მაგალითად არა ცოდვას არ გულისხმობ არის სიღრმეები რა თქმა უნდა არის სიღრმეები სადაც საზრისით უნდა ჩახვიდე და ამ საზრის სხვისი მონაყოლით ვერ ჩაწოდებ შენც უნდა გაიარო შენი გასავლელიც არის შეიძლება ჩვენ მოგვიყვენ იმის შესახებ რომ დაუშვათ ვინ იყვნენ ესე თუ ის წმინდანები ვინ იყო ესე თუ ის პოეტი ვინ იყო ესე თუ ის მეცნიერი თუ ხელოვანი თუ ასე შემდეგ მაგრამ სულ სხვა შენ რო გეტკინება შენ რო გაგეხარდება შენი პერსონალური გამოცდილება უმნიშვნელოვანესია ნუ რავენ იტყვის რა თქმა უნდა რომ მე არაფერი არ განმიცდი არაფერს არ შევხები ვარ არ წავქცეულ ვარ არ ამდგარ ვარ და ისე ვიღაცის მონაყოლით ვიცი ეს ყველაფერი რა კითხვა განიჩნდა უცებ რომ როგორ წარმოგიდგენია ადამიანი ცოცხლად დამარხულ მდგომარეობაში და დაუმარხალ მკვდრად ყოფნა. როგორ წარმომიდგენია აი გეტყვით ორ სიტყვაში. მე ცოტა ისეთი თამამი ვიღაცის გადმოსახედიდან პოეზია მაქვს უფრო მე ჩემს პოეზიასაც არ უწოდებ ხოლმე ეს უფრო დღიურებია ყოველწამერი რითიც ჩემი ხატრობა ჩემი სურეალიზმიც ჩემი ხატწერაც აი ხატწერაშიც მაგალითად ხოლმე ვცდილობ რომ რომელიც მინდანის ხატსაც წერ თავიდან ბოლომდე შევისწავლო ვინ იყო რა იყო რა მოყო რა ღვაწლში იყო საიდან იყო როგორი იყო და ასე შემდეგ იმიტომ რომ ეს უამისობა შეუძლებელია ანუ ღვთისთვის ჩვენ დამოკიდებულება არის ზე აღმატებული პირდაპირ გეუბნება რომ თქვენ ხომ არ გგონიათ რომ თქვენ მსახურებთ მექს მსახურებთ და ეს გამოიხატება თავისთავად და ეს გამოიხატება აბსოლუტურად ყველაფერში იმიტომ რომ უღმრთო ადამიანი არ გაიცოდვა უღმრთო ადამიანი რაღა თქმა უნდა ცალსახად ცოცხლად დამარხული ცალსახად და მაგრამ აი დაუმარხავი მკვდარი
დაუმარხავი მკვდარი თუ ფიზიოლოგიური არა რა თქმა უნდა ფიზიოლოგიასთან საქმე ხო დაუმარხავი მკვდარი არის ადამიანი რომელსაც არ განუცდია ისე ამო არაფერი არ მოუსინჯავს არაფერი და ვინც არაფერს არ აკეთებს არაფერს არ ცდილობს ის უშეცდო მოგონია იმას თავისთავად მაგრამ პირველ ახლა ღვთის ერთ-ერთ სიტყვაზე რომ დავიწყე ლაპარაკი დაუძენ რომ ნეტავი ან ცხელი ყოფილიყავი ან ცივი ყოფილიყავი გიშველიდიო რამე თუ ხარ ნელთბილ აღმოგიღებ პირს შემსაგანა გადაგაგდებ ყველაზე საშიში მდგომარეობა არის როცა ადამიანი ცდილობს ინელთბილოს ხო და ეს ამით ხო ნუ მე ვიცი ბჭყალებში მაგრამ არ საუბარი არ ძიება არ აღმოჩენა ღმერთის მე ვიტყოდი ეს ყოველთვის ღვაწლით არ ხდება ზოგჯერ ღვაწლია ზოგჯერ უშეც შრომა ჭირდება მას ზოგჯერ ცოდნა ჭირდება ზოგჯერ ლოცვა ზოგჯერ მარხვა ზოგჯერ ყველაფერი ერთად მაგრამ აღმატებული ჩემიდან გადასახედიდან ჩემი გადასახედიდან რასაც მე ხაზს უსვავ აღმოჩენა ყოფილა ღმერთის ყოველ წამს, ყოველ დღე, ყოველ წუთში. დღის განმავლობაში შეიძლება 15 ჯერ და 15000 ჯერ კითხვა დაუსვა და 15000 ჯერ პასუხი მივიღო. ან ის კითხვა რომელიც თავში დავსვი სულად შეიცვალოს ჩემ ზრდაზე და ჩემ ემოციაზე და ჩემს ინფორმაციაზეა ყველაფერი და ჩემ განცდებებზე და ჩემზე როგორც პერსონაჟზე რამდენად ცოცხალი ვარ მე. აი ერთ წავიკითხავ თქვენის ნებართვით. აი პირდაპირ ამასთან დაკავშირებით, მე რომ სურეალიზმს ვცდილობ არა თავისთვისაც გამოდეს. უპატრონოდ დავდიოდით მე და ღმერთი აღმა დაღმა. გინდა გითხრა სად ვიარეთ, ღრუბლებს მიღმა, სადღაც მაღლა. აღარ მახსოვს, არც კი ვიცი რომ მეძინოს მინდა მასთან. ვიღურებოდით როგორც ზეცა, ვათანხმებდით ფიქრებს გზასთან. არ ვუწყობდი, არ მესმოდა, ვით დაძლია ავი კარგმა. მე მიწიდან დავცქეროდი, ის კი იდგა ჩემზე დაბლა. აი ეს თუ არ გაქვს განცდილი რომ შენ მის გარეშე უმწეო არარაობა ხარ და ის გზიდავს ის გატარებს ის გეხმარება ის გაწუდის ყველაფერს ხო გამორიცხე რომ დამთავრებული იქ უკვე აპარტაუნებაში კი არა აპარტაუნების მიღმა ხარ ეთილი აი აქ მივედით იქამდე რომ შენ სათქმელს ჩემო ძმაო და ჩემო მეგობარო რით უფრო ახერხებ პოეზიით თუ მხატვრობით მე მინდა მაინც ჩაგეძიო ამ საქმეში რომ ყური თუ თვალი ორივე სათქმელი ორივე ერთმანეთს ავსებს მე შენდობას ვითხო ეხა მაგ ყურზე და თვალზე კარგად იმიტომ რომ მე აი მე მინდა რომ წარგიდგინოთ ჩვენი ჟურნალი წერალთა აკადემიის ჟურნალი სადაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ გაბრიელის სხვა დრო ჰქვია და დროსთან გვაქვს ჩვენ დღეს ძირითადად ლაპარაკი და მე თავის დროზე რომ წავიკითხე ეს გაბრიელის ლექსები იმ წუთშივე გავხაზე ერთი სტრიქონი რამ დამიბრმავა თვალი როცა მესმოდა სიტყვა რა თქმა უნდა აი ამან მე ძალიან ამაღელვა იმიტომ დაგისვით ეს კითხვა რომ თვალი თუ ყური რამ დამაბრმავა როცა გესმოდა რა თქმა უნდა აი და თავისთავად იცით როგორ არის რომ ჩვენ აი სხვა დრო ჟურნალსაც ასე ჰქვია დროზე გაქვს ძალიან ბევრი და როცა დრო და სივრცეა უკვე ქმედება როცა დრო და როცა დროს გრძნობ და სივრცეს გრძნობ აი როგორ არის იცი რომ ზეცაში ეცებს სათქმელს თუ დედამიწას აი ყურეთ როგორი მომენტია აი სიტყვაზე ვთქვათ მე მაქვს ხოლმე პირველი ღამეც რო იყოს აი რომ მეძინოს რაღაც ფრაზე მოდის ეს ალბათ მე არა ვარ მარტო ასე და მაგალითად დიდება ამის უპირს აი თუ დამეზარა და არავდექ ეს იშვიათად ხდება ხოლმე გვეგავით ის აი უმარტივესი თითქოს მაგრამ არა ერთი სიტყვა მჭირდება ხო მაგრამ
იმერთ სიტყვას მოყვება და მე ამას ვასალაშინებდა ძალიან ბევრს მუშაობ იმაზე რომ ამ ხერხემალს ხორცი შევასხა ყველა სიტყვას იქ მოვიდა რაღაცა მინიშნება სიტყვით მაგრამ იმ სიტყვას და ზუსტად ჩასმა მე ზუსტად მოძებნა და იმ საზრის აი მაგალითისთვის გეტყვით ახლა თენდებოდა უღრან ტყეში ფერებს იცვლის წყლებზე ფერიც გადმოვარდა ვარსკვლავი და მიწას გაეკიდა ცეცხლი მე ვინ ვარ და ვინ ვიყავი ვინ ჩამივლის ვინ ვიქნები როცა ფერებს იცვლის ვიმოსები შავთეთრებში და გზა ეს გზა უგრძელესი ზღვებზე ზღვებით მთებზე მთებით გადაგვაცვეს ჯვაროსნებს და ფეხ გადმოგვაქვს მხრებით შენ იცი და შენ გეძებდი გენდობი და მეც მწამს შენი ჩუმად გეკითხები ღმერთიც თუ ვარ რატომ კვდები ანუ აქ არ არის იმ სიტყვაზე და იმ დამოკიდებულებაზე ლაპარაკი რომ ამ ადამიანი ამ პარტავნებაში ჩავარდეს და თავი ღმერთად ეჩვენოს ეს პირველ რიგში მოდი ვთქვათ რომ ღვთაებრივი მოთხოვნილებაა რომ ჩვენ ოდესღაც უნდა ვისწრაფოდეთ ღმერთისკენ მე მკვიდრობთ მადლით განმრთობა აუცილებელია სხვანაირად არ არსებობს ეს არის თვითონ მაცხოვრისეული თხოვნა და მოთხოვნა ეს არის სტატუსი, რომელსაც ვერ არიდებ და არ უნდა არიდო თავი და როგორც ტაძარში მისული და უშუალოდ ზიარებისთვის ემზადები და თუ ყველაფერი რიგზე გაქვს ასე ვთქვათ და აღსარების თქმელი და მონანული ხარ და ასე შემდეგ ხო მაშინ ვალდებული ხარ ეზიარო კიდევაც ანუ გაზიარება სხვანაირად არ ხდება ის ბუნებით ღმერთია და ჩვენ მადლით ღმრთობას გთხოვს კიდევაც კი არ ვთავაზობს მხოლოდ ეს მოთხოვნა სხვანაირად არ გამოდის ანუ კვდები იმას ნიშნავს რომ რატომ გავჩერდი წმინდანების მთელი პლეადა იყო რომლებიც ღმერთს განსაცდელს ევედრებოდნენ რატომ დაგავეცდი ღმერთო ანუ სიკვდილს განიცდიდნენ იმ დროს კვდომას თუ შენ მარტო ხორციელი ხარ და თუ შენ მარტო მიწაზე მოსიარულე გვამი ხარ დამთავრდა ის კონტაქტი და სიცოცხლე ღმერთია სიცოცხლე ის კონტაქტი დაუმარხავი ცოცხლე დიახ სიცოცხლე არის ის კონტაქტი ზუსტად ცოცხლად დამარხავ ხო ვაჟასთან მიმართებაში მინდა თქვენის ნებართვით ერთი ჩვენ ეს ძალიან გვაინტერესებს. წავიკითხო. ჯერთი ხო პორტრეტის ხო მე მუზეუმში შეიძინოს. მეც ვაჟას პორტრეტებს საქართველოს არაერთი დამიხატავს ღვთისმადლით და ულმესი მადლობა ჯერ კიდე თვითონ ვაჟასაც როგორც ადამიანს რომელმაც შთამაგონა კი არა პირდაპირ ვიტყოდი ამას ბატონზელი მხან რომ ხანახა მგონია რომ ხუმრობ ხოლმე მაგრამ ზოგჯერ სიმართლე მგონია ვაჟას გაგრძელე გამგრძელებელი ვარ რა ვქნა აი წავიკითხავ და წმინდანებთან მე ხატებთან მაქვს დასვენებული ვაჟას ფოტო და როცა ლოცულობ ხოლმე ასე ვემთხოვე ხოლმე ხატავს ჩვეულებრივ ჩემთვის ეს კაცი წმინდანი იმიტომ რომ ისეთ რამეებს ისეთ სიღრმეებს შეეხო რომ ის გაცდა მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანის საზღურებს და ეს გაცდა კი არა მხოლოდ მან დაიტია ღმერთი მოდი ასე ვთქვათ აი მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მიუხედავად იმისა რომ თქვენ კარგად მოგეხსენებოდა ჩემზე უკეთ რომ რა ცხოვრო რა მძიმე ცხოვრებით იცხოვრა ამ კაცმა და რამდენი ტკივილი და რამდენი დარტყმა და გაუძლო ის აძლებინებს ხო ის აძლებინებს ნებისმიერ წმინდანი გახსოვთ მაგალითად წმინდა გიორგისთან იმაში დაუჯდომელში ერთ-ერთი ადგილია სადაც ანგელოზი ეცხადება წმინდა გიორგის იმაში საკანში და ეუბნება რომ ჩვენ შენ აგარჩიეთ იმიტომ რომ შენ უკეთესი ხარ შენ კარგი ხარ შენი რწმენი და შენი თავდადები და შენი მოწამეობრიობით ბევრი მოინდომებს და ბევრი ცხონდება და ბევრი გამოყვება შენ მაგალითს ეს რჩეულობა არა ადვილი თუმცა აქედა ამასაც დავესესხები წმინდა წერილს რომ ვინ ცხონდება მაშინ ამტომდე რომ ვინ ცხონდება ვინ გაივლის ამ გზას და კაცთათვის შეუძლებელი ღმერთთვისაც შესაძლებელი და მხოლოდ ამ კონტაქტს ამ სინერგიას შეუძლია რომ
კიდეც დაგანახოს, კიდეც გაგაგონოს. ვიზი ამობს უფალი, რომ ვისაც ყური აქვს ისმენოს, ვისაც თვალი აქვს დაინახოსო. ეს რჩეულებიც არიან და მოწვეულებიც არიან, ხო? ეს თვითონმა თავის თავში უნდა იპოვოს მერე. თორე რჩეულებიც არიან, რომლებიც კარგავენ რჩეულობას და მოწვეულებიც არიან, რომელიც რჩეულების ადგილებს იკავებენ ზუსტად თავისი იმ დამოკიდებულებით და სიცოცხლის უნარით. და ისევ ვამბობ, სიცოცხლის უნარი მარტო ღმერთშია. ძირითადად მარტო ღმერთში. ჩვენ სხვა მხრივ სიცოცხლეს ვერ საიდან ვერ მივიღებთ. ეს ყველაფერი სრული სიმართლეა. ახლა ვაჟა-ფშაველასთან დაკავშირებით ზუსტად იმის თქმას აპირებთ და გზასაც გიხართ და იქითკენ მიყავთ საუბარი, რომ ვაჟა-ფშაველას მკვლევარი ძალიან ბევრი ყოფილა. მე გავიზარდე იმ ოჯახში, სადაც ვაჟა-ფშაველას პირველი კრიტიკოსი იპოლიტე ვართაგავა ცხოვრობდა იმ ოჯახში, იმის შვილიშვილებთან გავიზარდე ფაქტიურად, მათ ჩავარდა თბილისში. ამიტომ ვაჟას კითხვა და ვაჟას შეცნობა მე სრულიად ახალგაზრდამ დავიწყე და ბოლო წიგნი, რომელიც რო გამოსცა ავთანდილ არაბულმა აკადემიკოსმა ენათმეცნიერმა, ამან მე სულ თლად დამარწმუნა იმაში, რომ ჯერ ვაჟა კიდევ ამოუცნობია. ჯერ ისევ მასთან მისვლა ასე ადვილი არ არის, რომ ვაჟა-ფშაველას აი შენ პორტრეტს რომ უყურებდი ვაჟა-ფშაველა რომ დაწერე, ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი, რადგან ასე გაქვს მიჩნეული, რომ დაწერე ვაჟა-ფშაველას პორტრეტი, რომ უყურებდი, მე ძალიან დიდხანს ვიდექი თუ შეამჩნიე იმ პორტრეტთან და ვსწავლობდი. ჯერ გამოვტრიალდი, ვერ გავძელი იმის ახლოს რატომღაც, იმიტომ რომ ვერ აღვიქი როგორ შეიძლება აი ამ ყველაფრის ჩაქსოვა და ვაჟას პორტრეტის გაკეთება მისი გმირებისგან, მისი შველისგან, მისი არწივისგან, მისი რა ვიცი 1000 რაღაცა, იქ მუხა, წიფელი, ხმელი წიფელია, იქ მთელი სამყაროა ამ ერთ პორტრეტში გადმოცემული და მთელი ვაჟას შემოქმედება და რადგან თქვენ ასე ფიქრობთ, რომ ის დაუშვათ წმინდანობისკენ მიგყავთ, ეს თავისთავად მისასალმებელია იმ მხრივ, რომ მე ვიცი, რომ ერთ-ერთმა მეუფემ მის დღესასწაულზე უკარნახა თამადას, რომ ვაჟა როგორც წმინდანი ისე მოიხსენია სადღეგრძელოში და მართალიც არის. აქედან გამომდინარე, თვითონ ვაჟა ხო თვითონ იყო თავისი გმირები. რა თქმა უნდა, მე მინდა რომ გადავიდეთ როგორც ვაჟას გახევისბერება. იმიტომ რომ თვითონ თვითონ იყო მისი ამხელა მორალი, რომელიც მასში არსებობდა და მისგან გამოდიოდა, ესე იგი მან აფშინა ეს დაცემული კაცი როგორ გაახევისბერა ფაქტიურად და მე აფშინა რას მისტიროდა. ისევ აბჯრის კაცს მისტიროდა, გესმით, რომ გახევისბერებული კაცი ისევ თვითონ ვაჟაც თვითონ მეომარი იყო, სულითაც მეომარი იყო. ამიტომ მე მინდა რომ აი ეს ვაჟას პორტრეტი დაწვრილებით გადმოგცე, შენ ჭირიმე ძალიან დიდ ხირებით ვარ მე ახლა შენ. მოდით ამაზე ცოტა სხვანაირად გიპასუხებთ. პირველი ის რომ შეიძლება ბევრს ვინც ახლოს და ცოტა ღრმათ არ იცნობს ვაჟას, გონიათ რომ ეს კაცი სადღაც ყაპუჭით და იმით რა ქვია ნაბდით სადღაც მხოლოდ იმ გარემოში იშვა და იქ იზრდებოდა და მეტი არაფერი არ უნდა ხოს. ეს იყო უგანათლებულესი პიროვნება, რომელსაც სოფლიო ლიტერატურა გადმოკითხული ქონდა. ხო და ასე შემდეგ და როგორი კონტაქტები ქონდა აქ კიდე და ასე ღვთისმეტყველებაში როგორი იყო და ასე შემდეგ.
ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა და ეს მოვლენაც მასში აღმოცენდა ზუსტად იქიდან რომ ის იყო პრაქტიკულად ზოგად კაცობრიული ფიგურა დროისა და სივრცეების გარეშე საზღვრების გარეშე მან ამას მიაღწია საკუთარი თავის რა თქმა უნდა რას ამობს უფალი ვინც საკუთარი სულის გადარჩენაზე იყო და დაკარგა თავის სული და ვინც დაკარგა ჩემთვისო ანუ ღვთისთვის დაკარგული ანუ გაღებული სული გაღებული ღვაწლისა უკვდავება ისა უკვდავება იმან მოიგო ყველაფერი იმან დაიმკვიდრა თავი თქვენს ნებართვით მე შევეცდები რომ აი ვაჟას სტილში რამდენიმე იმდენად მიყვარს და პატივისცემ და თაყვანს პრაქტიკულად ამ ადამიანის აზროვნებას, სულს, გულს, ადამიანობას, პოეზიას, რომ მე რამდენიმე პოემა პირდაპირ იმ სტილში მაქვს ნაცადი. ერთ-ერთ ახლა მოვასწრებ ალბათ და წავიკითხავ. ეს იყო პიროვნება, აი წეგანაც ვახსენე ეს ამბავი. ძველი აღთმის წიგნებში, ხო? მოცემულობა რა თქმა უნდა ღვთის ბაგეებიდან გამოტარებული წინასწარმეტყველთა კალმებზე და იმაზე რა ქვია ფურცლებზე კბილის წილ თვალის წილ ახალი აღთქმით ახალი სწავლება მოვიდა გიყვარდეს მტერი შენი ვაჟასთან უკვე ჩვენ ხვდებით რომ მტერი არ არსებობს და გარწმუნებით რომ მეოთხე მოცემულობა რომ ამ ყველაფერს იმ ადამიანებს რომელსაც ხვდები რომელთანაც გიწევს ცხოვრება რომელიც უკვე აღარ არის სააქაოში და საიქიოში რომლებიც მოვლენ იყავი ვითარცა ღმერთი, იყავი ვითარცა განღმრთობელი. ეს უკვე ის ვამოფრო ეს უკვე უმაღლესი ფორმაა და ამისი მცდელობა იმ კაცსაც ჰქონდა და მეც მაქვს ღვთის მადლით. აი ერთ პატარა პოემას წავიკითხავ თქვენს ნებართვით. რაც თქვენზე რა თქმა უნდა, მაგრამ დანახულია იმ თვალით, იმ გულით, იმ ყურით მოსმენილი, რომელშიც თუ არა ვაჟას დონის და ვაჟას ხასიათის და სულის ადამიანები ჩვენ გამოქვაბულში ვიქნებოდით დღემდე. ცალსახად. უგნურების ანეკდოტი ქვია. აი ესე ქვია ამ სიტყვას. სოფელსა ნადუღს გამძღარსა მგელი და ედო მტერადა არ ახარებდა არც ხარსა და არც მისცა მდევარსა ღამის ბინადარს მწყემსებიც ართმევდნენ მცირედ შვებასა მაგრამ ხელგამოცარულნი ხაფანგს უგებდნენ ხელახლად თანაც მგელია ყმუილი და გაზრდილი შლეგის ველა და მოუხელთებელს ქარივით ვერც თვისი ჩრდილი ხედავდა არა სიტყოდა არც კაცი თუ არ იმისა ქებასა მაგრამ ნადირი ჯიშიანს ბევრს ქოფაქს უგებს წერასა არც რაიჩანს მაშულად და არცა ვინმე ბერა და თუნც რა გამოლევს ქოფაკებს სავსეა მაგით ქვეყანა გლეხმაც გამრჯემდა ორგულმა აუძახს მიანდო თემშარა რაითაც მგელი სოფელზე მოაპარებდა ხრჭენასა ვიდგა უმაზღარს სისხლითა ბრძოლა თუ გვრიდა შვებასა როგორაც გულის ფეთქვაში ჩანჩქერსა ცოფით მჩქეპარსა ველურის ჟინით რომ ეძებს მარტოღა სისხლის დენასა არც თავის თავს რომ დაინდობს და არც სხვისა დედასა ქოფაკიც დიდი ეპოვნათ გავდა დამწყდეული ეშმაკსა სისხლის დოჟები მასას ზდის ვერთვლიან ეშვთა წყებასა ტანა და მოზვერი ნასუქი ძალად ვითხარი მხუნელა და თუმც ჭყვით მაინც ობოლი დასწევლა ალბათ ზენამაც რომ კაენისთვის გამაძღარს მგელზეთ შესკდომა ებარა თასცა დაადგა მწუხრისა ჩამოიშალნენ ღრუბელნიც ნელ-ნელა იწყო სოფელმაც ჩაძირვა ბნელის უბეში გზას ტყისკენ მდორედ მიმავალს შიშის ჩაუდგნენ ქუჩები როგორაც ლანდა ჩამქრალი ძველი პარიზის უბნები ხოლოღაც სიმციმს ვარსკვლავთგან ეხმიანება უღელი ხნულებზე და მარტოდ დაბმულივით გატანჯული უპენი შველას რომ ითხოვ შველას კი ვინ ვერ კერავს ნუგეშით კარიქრთის კარიკ ანკალებს ხარობენ ბნელის სულები ყდარ მერცხალს დამსგავსებია მძინარე სოფლის ზღუდენი არ ვიცი ვერ გამიგია რა ჩურჩულებენ გულები სიტყვას სუნთქვას რომ ჩამოგავს მაგრამ იხრჩობა წუმპეში
სოფელს დღე უფრო უხდება ბარტყი რომ ჭყივის ბუდეში კობაკი ფხიზულობს თვის ჩრდილსაც ვით მტერს დასკერის ავა და გაბურძგნულ ლალვას ღამის მზეც დასკერის უნდოდ მწყრალა და თეთრ-ზოლად ხატავს სოვალი გლადიატორი ზრახვასა არადგას ჟამი კეთილი ღამი ამზადებს საკალავსა ფრთხილად იყავი კოპაკო მიწის უსმინე კალთასა ვინიცის მგელიც აქვედგას არ დარჩე შენვე სახტათა თორო შაღებავს სისხლის ფრად ჩრდილად დაფედრილ პარჩასა არ გაიწბილოს სავანე მსგავსე კერკეთ კაკალსა მოხვა კოპაკის წყოდეაჩი თვისის ჯიშისა კებასა ეფით თუ ღრენით ჩამოქნა რაც რომ გულს გორი და შვებასა ძაღლი იყოს იმის მოშუნე რაზედაც ძაღლი ჟღანს ბანტავს ლური ყოფის სანაცვლოდ სიცოცხლეც მორჩილ დღეს ღაფავს გელი მოადგა შარასა გადმოიგეცა გორანი კაცი ვერ ცნობდა უცხოსა გადმომავალსა ყოფაში არც რომ მგლის მსგავსად სხვარს ერჩის და არც რომ რჩება მგლობაში მარტოა მგლობის დამთესველს მისსავე ტომის მოდგმაშიც რადგან მგელია და მისთვის მხოლოდ ღამეა მოყვასი ვით თანამდგომი საქმეთა ცეცხლით რკინისა წრთობაში კოპაკმა იგრძნო ნადირი ყურებით სქვით აღარინდა მიწიდან წამოიშალა მთვარეს უცხერდა დაბლითა ტურს მაღალად იქნის ერთ საჩენს ცნობს ბნელსა ჟამსა წამისას რომ ჩაწოლილა ღამეში ან მგლისთვის ანაც თავისად და ცეცხლის 4 ხრჭიალი ერთოცეც გერნო სიტყვოთ არც ერთი ფეხსაც არ იცვლის მტერს მზერით გლეჯენ უსიცხლოდ ვით სიკვდილს თვისსა ხედვიდან როგორც სიცოცხლეს უბიწოს არადო რომ ღირდა მანამდე სანამ არ შეხვდა გულის სწორს ვისაც რომ სიცხლსაც შეაქცევს მსხვერპ შეწირვისთვის უცილოდ და ვინც რომ სულში გიყურებს ცოდვის შვილს ღმერთთან უპიროს გინდაც მგელს გავდე ველისას გინდ კოპაკს ვნები თუ ჯიშოს სადაც ლეში ხარს იქ ორბნიც იკრიბებიან მალიმალ თუ ზეცით გადმონაბადებს სოფელი ღმერთზე ღრმად გიყვარს ერთხელ დაკარგულ სამოთხეს თუ აღარ ეძებ თავიდან აბა მძორია მაშრა ნაძერწის თიხა ნამჯითა სული შთაბერე სულმა კი ვერ გაიხარა კაცთა ხან ქოფაკობს და ხანაც მგლობს დაოსებული დარდითა ერთი უწამლი სადამსა გადმოდენილი სამგნითა სამიდან ერთში ნაკრები შეზავებული მადლითა უკუდავი ღმერთის პირისპირ უწინა ადამი დამდგარა კაცი კი არა ვერც ლანდი გამოთქმულს ვეღარ დამალავს სიკვდილს ვინც გადაურჩება ღმერთებთან ზემს გამართავს გავს ასეთ კაცთა მიმოსვლა მწუხრისას მზესა ჩამავალს თვალებს რომ მიეფარება თუმცა სიცოცხლეს კვლავ ხატავს არად ეყერება უკუდავსა არად ინიშნავს საზღვარსა კაცი მზესავით მნათობი არ ჩაიშლება საფლავსა ჭია და მატლიც ვერ შაშჭამს იმის კერგს ზოგჯერ ხმარსაც სიცოცხლის მკვლელი ვინ ნახა ადამიანი ხატსა გავს ხატი ღმერთს ღმერთის სიტყვასა სულს რომ შთაბერავს ადამიანსა ჯვარცმული მოყვასისათვის უკუდავებაში გადაყავთ რა ძნიათ შესანახია ავგზაზე კეთილ განზრახო მაგრამ უკუდავის პირისპირ ჩივილსაც არ ვინ არ დაძრავს თუ კაცი შაილახება სახელს იფუჭებს ავა და მიეფარება საზუთროს გონებს გადაშლის ნავალსა თუ სანთელივით არ იწვის არ ეძებს ღმერთის ზრახვასა მისდევს წარმავლის გონებას მიშტერებია საკლავსაერსა თუ ბერსა ორივეს ერთს აკიდებენ საგზლათა იმ საზვერეთა გავლაში კაცს რომ ერგება წამალა და სიყვარულს ვით გაშორდები ზურგს ვით შეაქცევს ზვარაგსა კაცი ღმერთს დამსგავსებული გავს სიტყვას ნათქვამს მართალსა მთვარიან ღამეს ვადარებ რომ გაგინათებს სავალსა ნეტამს მეთესა აქამდეც რად დავაკელი სამკალსა ეგების კიდეც მოვასრო არ დამოუნჯოს ზამთარმა ეგების მეც დავეწიო ჩრდილობელის ჟამთასვლას კაცი ცხოველი არ არის მადლს ვერ მოიმკის ძალათა ერთს ვევედრები უფალსა რომ აპატიოს ადამიანსა შემდეგ ეომნენ ერთულსა სიცხლიც მდინარეthi დინეს წამი წამსალეც მხეცობით მტრის ძიზღი მტერში იღუძებს ხან ქოფაკიწევს გულაღმა ნადირი უხრწნის სიშიშვლეს ხანაც მგლის ბეჭი ეხება მიწის მკერც მწოლსა სიკვდილზე ხან კი ვით კანდაკს გრანიტში კვეთს ომის ღმერთის სიგიჟეც და აღმართულნი მკერცემენ ღამის სოფლისა სიმშვიდეს თუმც ესვენება დაღლილი მათი ყოფისა პირიზმზეც აღარ უხარით ცხოვრება ეხლა
ეჭვიღა იღვიძებს დღე ღამესავით ყოფილა სიკვდილის სიცოცხლის სიშიშვლე ბოლოს კი ორივე ერთურსა უნგებენ ყელზე ხაფანგზე არც მგელი უშვებს მტრის ხორხსა ძაღლიცებს სატანს ძალასა და ადუნდა შარაც გამძღარი ილოკავზე ბინძურ კალთასა სისხლის დიდ გლადიატორებს ვით კაფის ზღვისა ტალღასა მაგრამ მტერს მუხთალს ეგების სიკვდილის მკერჩი ჩასახვა წერტილი ესმის სიმშვიდე ზღაპრად თქმობს ეგებ მართალსაც თუ არ გადადგა ხევებზე ვარსკვლავნის ნელად კრთებოდნენ იწვა სიჩუმის მხევალიც თითქო მდინარე სფერობდეს ამავ ღამეში ნადიმსა ვით ჯოქსა თვისსა მეჯოგე უმზერდეს როგორც სიფქვასა ბევრად რომ მოჩანს მდელოზე თუმს ყველა ნიშანს თავისას უჩვენებს მზეს და მეზობელს და მაინც როგორ მაცდურნი ღრჭენით აკრთობენ მებორნეს თავისუფლება გაღმადგას ვით 64 ხე მდელოზე გადადი გემოდი ხმე შემოდე ქულიც ერდოზე დღემ ამოტეხა სიბნელე მდორედ დანებდა ღამისცაც მამალმა განთიადის თქვა მზემ მიწას სხივი აღირსა აჭრელდა უმალ სოფელი ისმის ყიყინი ბატისა კიდევ გათენდა ბნელეთი ახლა დღეიხტის ნადიმსა გამოეფინენ მერცხალი დაბერა დღემაც საყურსა ღრუბელმა თეთრით გაკაცრა სილურჯე ზეცის სარკისა სიცოცხლე მზარებს შემოკრა ჯამბაზებს ხსნიან აღურსა ქვეყანას ყოფა უხარის მადლიც მოცურავს ნავითა დაფლის დიზეცას მაღალსა შვებად ღიღინებს მტირალზე ჟამია წრფელი სამოგულით რომ თანხმობს სიმართლეს თუმცა სიმართლესა წუხანდილს სისხლის დის გვამთა წინაშე მოკლულთა ჩრდილში აგდია ბრჭყა ლეშვით ხრჭენის სიჭმაგე წევს ორი ლეშის ორი მთა ვით სიკეთეში სიავე და არც ვინეძებს დღის სულზე ღამისთვის დიდ რომ ჭირაღდნებს მგელს მგლობაშვენი სიტყვიან ძაღლს კი შეწირვა სიტყვაზე არს ზოგჯერ წყალიც მღელვარი უფრორე ბასრიც მყინვარზე აი ბარაფშანას ალბათ ამერიკი წაიდეთ ხალხა თავის პოემას არა კარგიო იცით მე მინდა რომ ეხლა გთხოვო მომავალი გეგმები გამოფენები სად იგეგმება სად შეიძლება რომ ხალხმა ნახოს შენი გამოფენა ვიცი რომ ტაბიძეზე გქონდა თუ კი ტაბიძეზე იყო იმის მერე კიდე იყო ერთი გამოფენა მანდაც გამოვიფინე ცოტა ხნის წინ მაგრამ ეხლა მაგდიგმაში ცოტა სახსრების პრობლემა იყო ფინანსური პრობლემა უბრალოდ რომ ვთქვათ და იყო სურვილი და არის სურვილი არის ზეპირი მოლაპარაკება ჯერჯერობით ჰოლანდიაში ბოსხის მუზეუმში არის მითხარ ხო და ვერ ვახერხებ ჯერჯერობით აქ აუცილებლად დავგეგმავთ აუცილებლად იქნება და მე ცალსახად ვაპირებ რომ აი იცი რა პრობლემაა გაჟღერების პრობლემა გვაქვს საქართველოში სამწუხაროდ ძალიან ბევრი კარგი ხელოვანია, კარგი ადამიანია, რომელიც შტილშია, კარგი შემოქმედი, თავისი მხატვრობით იქნება მოწაფეები ძირითადად მყავდა აკადემიისთვის ვამზადებდნენ და აკადემიაში აბარებდნენ, მე ხატწერას ვსწავლობდი, ესეთი მოწაფეებიც მყავდა, თუმცა ერთ-ერთი ხო ძალიან დიდი ენერგია მიაქვს რომელმაც მართლაც ვერ გავარჩიე იქ შენი ნახატების გვერდზე იდო მისი ნახატი და რომ ვუთხარი შენი ნახატი მალეთქი დაჩვენე და რომ მითითა მე ვუთხარი ეს მე როგორი ბედნიერი იყო რომ ესე იგი ბატონი გაბრიელის ნახატებს თუ შეადარეთ ჩემი ნახატები ამდენად იყო ეს არის მართლაც ბედნიერება, როცა მოწაფე ღირსეული ყავს და როცა მოწაფე ასეთ სიხარულს გამოხატავს, რომ მან მიაგნო სადღაც და ჩვეულებრივმა მომაკვდავმა ვერ გაარჩია თავის მოსალები. მე ვიტყოდი უფრო მაპატეთ რომ გაწოდოთ, უფრო ეს პროცესი არის მეგობრული პროცესი, რომელშიც ჩვენ ერთად ვიღურებით ადამიანები და ეს
მეც ვარ მათი, მაგრამ ეს გოგონა ვიზეთ თქვენ ბრძანებთ, აი წამოსულ დღეს იყო ჩვენთან მოსული სტუმრად წამოსულამდე ეკა უგრეხელიძე უბრწყინვალესი ადამიანი, უბრწყინვალესი შემოქმედი და თუ მეგობრობა არ დევს ღმერთთანაც კი მიმართებაში ხო? აი სულ ორგანაა მეგობრობა ნახსენები და შენდობას გადაცემა დასასრულს უახლოვდება და მე მინდა რომ მარიამმა დასასრულს თავისი თუ რამე აქვს დარჩენილი რომ გითხრას და ამით დავამთავროთ, იმიტომ რომ ჩვენი დრო იწურება შემდეგშიც გავაგრძელებთ, იმიტომ ძალიან საინტერესო ადამიანთან გვაქვს და როგორც თვითონაც ამბობს, ჩვენ ერთმანეთის თავი გვაკლია, ერთმანეთის მოსმენა და ის საერთო სულიერი სამყაროს გაზიარება ერთმანეთთან. პოეზია აკლია პოეზია. ჩვენ სალონები გვაკლია, რომ სადაც უნდა შევხვდეთ, აი როგორც ის ადამიანი უკაცრავად რომ იქ სადაც ჩვენ გამოფენა ქონდეთ აბიძეზე, მაგ სალონი იყო და მანდ ელიტა იკრიბებოდა და ერთმანეთს უზიარებდნენ პოეზიას, მწერლობას, აზრებს, იდეებს, მხატვრობას და ასე შემდეგ. ყველაფერი აი ეს თუ არ არის ნებისმიერი შენდობას ვითხო რომ შეგაწყვეტ ნებისმიერ საზოგადოება, სადაც კი ეს რენესანსი შედგა, გნებავთ სულიერი, გნებავთ შემოქმედებითი, გნებავთ მეცნიერული, ამას ქმნიდან ის ხალხი ელიტები ქმნიდან შეკრებებით, სხვანაირად არ შეიძლება, სხვანაირად არ არსებობს. ერთ რამეს კიდევ დავამატებ. მოაზროვნეთა კრებული. ეს ნათქვამს. ეს ეკლესია. ამას ქვია ეკლესია თარგმანში. დღესდღეობით კი ბატონო, სალონიც არსებობს. მოსმენის კულტურა. არა, ისეთი ხალხი უნდა შეეკრიბოს ახლა, ვისაც ეს კულტურა. რო ხლით რო ელიტარული საზოგადოებაში იქაც მოსმენის დიდი საცერია მან საჭირო. აუცილებლად პოეზიამ უნდა იხსნას და ხელოვნებამ უნდა იხსნას ჩვენი ქვეყანა და გადაარჩინოს. ამით ჩვენი გადაცემა ამოიწურა. დიდი მადლობა ბატონ ჩვენს ძმას და მეგობარს გაბრიელს მოგზაურობისთვის, ასეთი გულისხმიერი საუბრისთვის და ჩვენ გამოვუცემთ. ალბათ გამოვუცემთ. ეს უზარმაზარი დახმარება იქნება ჩემთვის. ჩვენ როგორც შეგვეძლება მომავალში დიდი გეგმები გვაქვს უფლის დახმარებით. აი ასეთ ადამიანებთან გვინდა ჩვენ გქონდეს საქმე და ალბათ მომხდარება ნახვამდის კარგად გამდევოდეთ. ნახვამდის და დიდი მადლობა. დიდი მადლობა მოსმენისათვის, გაძლებისათვის და მომავალ შეხვედრა.